გამარჯობა მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი არ მიეძღვნება კერძს, ამიტომ არ დამჭირდება ეს საფარი და დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი მიეძღვნება ჩვენს მაყურებლის მიერ მოთხოვნილ ცივ და გამაგრილებელ საზაფხულო სასმელებს. ეს სასმელები იქნება ერთი ტიპის და არ იქნება ეს ცივი ყავა და მსგავსები, ეს იქნება ცივი ჩაი. კიდე ერთი რამის თქვა მინდა რომ მოკლე ჭკუა ვთქვი, ესეთი ქართველებს თქო მოკლე ჭკუა ქონა თქო, მაგრამ ეგ იყო რა თქმა უნდა ხუმრობით ნათქვამი და შეიძლება ვიღაცა ვერ გაიგეს. მეც ქართველი ვარ და მოკლე ჭკუა არ მაქვს, დარწმუნებული ვარ და არც ჩვენ გუნდს არც ერთს და ეს იყო უბრალოდ ორი მეგობრის შორის შეხუმრებული რაღაც ნათქვამი. ამიტომ ვინც გაბრაზდით ბოდიში და ვინც არ გაბრაზდით და ვისაც შეგიძლიათ რომ გაიგოთ ეს ხუმრობები, მადლობა. მოკლედ ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი მიეძღვნება ცივ ჩაებს და გავაკეთებთ რამოდენიმე სახის ცივ ჩაის და ასევე თუ ვერ შეამჩნიეთ ჯვარი დავიწერე და მომეუცეთ ბეჭედი მოგეთხოვე. ხო და დღეს გავაკეთებთ სამნაირ ცივ ჩაის, ერთი იქნება მარწყვის, ერთი იქნება ატმის და ერთი იქნება ტაილანდური ჩაი, რომელიც კეთდება შეედებული რძით და ძალიან ძლიერი ჩაის ბაზით და ძალიან გემრიელი არის, ბობათი ვისაც გიყვართ ძალიან მოგეწონებათ. რაც შეეხება დღევანდელ ჩაებს, ხო ძალიან მარტივი არის, ნებისმიერ ცხელი ზაფხულის დღე შეგიძლიათ მოამზადოთ და რაც უფრო მეტი ჩაი გექნებათ, აგერ წარმოდგენილი გვაქვს ბევრი რაღაც ჩაის გემოები, მაგრამ შეგიძლიათ თქვენ უბრალოდ მწვანე ჩაით, ან შავი ჩაით, ან Earl Grey-ით ან English breakfast-ით, ან მსგავსი ჩაითი გააკეთოთ, ძალიან გემრიელი იქნება ყოველ. ბევრი დრო აღარ დაკარგოთ, გავაგრძელოთ და დავიწყოთ კეთება პირველი ატმის ჩაის. პირველად ჩვენ დავიღოთ გარეცხილი ატამი, 2 ცალი, უმჯობესია რომ 2 ცალი იყოს, არ გავთავოთ, რადგან ატმის კანში ძალიან ბევრი გემო არის და ეხლა უბრალოდ ისე გავჭრით, დავაკუცმაცებთ და შემდეგ უნდა დავაკარამელიზებოთ, ხო? უმჯობესია რომ იყოს ყვითელი ატამი, იმიტომ რომ უფრო კარგი და ინტენსიური გემო აქვს. ვარდისფერი ატამის კარგია ხოლმე, მაგრამ ცოტა ხანში იქნება კარგ გემოზე. ატამი დავჭერით უკვე, ეხლა უნდა კუბიკებად უნდა დავჭრათ, პატარა კუბებად, რომ კარგად დააკარამელიზირდეს და შემდეგ დავჭერდება ცოტა წყალი, ცოტა შაქარი და 1 ცალი ტაფა. დავჭერეთ ჩვენი ატამი, ავიღეთ ხა პატარა ქვაბს ან ტაფას, მე ქვაბი მირჩევნია ხოლმე რომ ვიხმარო. ჩავყრით ამ დაჭრილ ატამს შიგნით, აი კუბიკებად არის დაჭრილი როგორც ხედავთ, არაფერი განსაკუთრებული. ესე ჩაუშვებთ, ავიღებთ ცოტა შაქარს, დავაყრით თავზე. ასევე დავასხოთ ცოტა წყალს, ასევე ჩავუწურულოთ ოდნავ ლიმონს. ამდენს არიან ადამიანები, ვისაც გრამაჟობით უყვარს ხოლმე რაღაც ყველაფერს კეთება, მაგრამ სამზარეულოს ზოგადად გრამაჟობით რაც უფრო ნაკლებად გაკეთებთ, უფრო კარგია, იმიტომ რომ უფრო მეტ იმას გაძლევს იმპროვიზაციის საშუალებას. ამიტომ დღეს გრამები არ გვიქნება, რადგან არაფერს ისეც კონკრეტულს არ ვაკეთებთ და ეს არის უბრალოდ გემოების ბაზა. ეხლა რას ვაკეთებ და შეგიძლიათ რომ 4 ატამიც ვქნათ და ნახევარი ლიმონის ჩააწურულოთ, ან 1 ატამს, ან 2 ატამს, ან როგორც გნებავთ. ეხლა ამას შემოვდგოთ ცეცხლზე, უნდა დაარბილდეს კარგად და დაკარამელიზირდეს. ამასობაში წყალს ავადუღებთ ჩაისთვის, ასევე შეგვიძლია გავაკეთოთ შაქრის სიროფი. შაქრის სიროფი რატო უნდა გავაკეთოთ? იმიტომ რომ როცა აკეთებ ხოლმე ცივ ჩაებს, ცივ ყავებს და რაღაცებს, ყოველთვის ყრით ხოლმე შეგნით შაქარს. შაქარს ვაყრით, შაქარი ზოგადად არ იხსნება, რაღაცა სიტყვა აკლდება და ასე შემდეგ. შაქრის სიროფი არის ძალიან მიღებული პრაქტიკა, ბარშიც მაგას ეყენებენ, სიროფებს ხმარობენ კოქტეილებში, რომ მალე გაიხსნა შაქარი და უნდა დღეს ჩვენც გავაკეთოთ შაქრის სიროფი, რომ გქონდეთ დიდი ხანი. შეგიძლიათ შეენახოთ დაახლოებით 1-2 კვირა, ან 3 კვირა დაახლოებით მაცივარში რა. დაახლოებით 5 წუთი ჭირდება, რომ კარგად გაუშვეს გემოები ატამმა. ეხლა შემდეგ სანამ ამას დავაბრუნდებით, მანამდე გავაკეთოთ შეპირებული შაქრის სიროფი. შაქრის სიროფი კეთდება შემდეგნაირად. თუ გინდათ რომ ზუსტი გრამაჟობით გითხრათ, შეგიძლიათ გააკეთოთ 100 გრამი შაქარი, ან 80 გრამი შაქარი, 100 გრამი წყალი. ანუ 1-1-ზე დაახლოებით რა. შაქრის სიროფი იდეაში არაფერი არ არის გადა შაქრის და წყლისა. მაგრამ ასევე თუ გინდათ რომ შაქრის სიროფს გქონდეს გემო, შეგიძლიათ ჩააგდოთ ჩიქნით დარიჩინი, შეგიძლიათ ჩააგდოთ მიხაკი და ასე შემდეგ. მაგრამ რადგან საზაფხულო გემოები არ მინდა რომ ზემეტი არაფერი არ გქონდეს, ერთი ვანილი შეგიძლიათ დაამატოთ. მაგრამ ზამთარში თუ გინდათ ხოლმე გააკეთოთ რაღაც კოქტეილი არავინ, შეგიძლიათ რომ გავაკეთოთ ნებისმიერი სუნელი. ესე შაქრის სიროფი გავამზადეთ. ეხლა რაც შეეხება ატმის ბაზას. ატმის ბაზისთვის ეხლა უნდა ავიღოთ საცერი და საცერში უნდა დავწუროთ ჩვენი ატამი რომ გემოები გაუშვეს. ატმის გადასაწურად დაგჭირდებათ საცერი, 1 ცალი რამე ჯამი, სადაც ჩაწუროთ ამ ყველაფერს და ეხლა ამას გადავაგდებთ ამაში და კარგად დავაჭერთ, რომ გამოვიდეს ყველა გემო და წყალი, რაც კი ატამს აქ შიგნით. ატმის ბაზა უკვე მზად გვაქვს, შაქრის სიროფიც მზად არის, ახლა გავაკეთოთ ჩაის ბაზა. ჩაის ბაზას ავიღებთ French press და French press-ში ჩავყრით ამჯერად ეგზოტიკური ხილების მიქსი არის. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი სხვა ჩაი ხმაროთ, თუნდაც შავი, არ აქვს მნიშვნელობა. ცხელი წყალი. ბევრი წყალი არ ჩასხდა და ინტენსიური გემო უნდა ქონდეს ამ ჩაის. ეხლა ესე ვიზავთ, დავამატეთ შავი ჩაიც. და ხა ამას დავასწავლოთ, რომ დაყონდეს დაახლოებით 1-7 წუთი, რომ კარგად ფერი გავუვიდეს, დაახლოებით 7-10 წუთი. მანამდე ავიღოთ ჭიქა, ავიღოთ ყინული
ჩავასხოთ ჩვენი ატმის ბაზა. ასევე ერთი პატარა ნაჭერი ატამი მოვიჭრათ და კუბებად დავჭრათ, რომ გასაფორმებლად გქონდეს. ჩაისფერის დადგა უკვე ჩავასხოთ შიგნით ჩაისფერი. დავუმატოთ შიგნით ატმის კუბები, ასევე ჩავაროთ 1 წალი ლიმონი, ცოტა პიტნა. და ასევე ჩავასხოთ ცოტა შაქრის სიროპი. ესე ჩვენი ატმის ცივი ჩაი. სანამ დაგემონებას გადავალთ, მანამდე გავაკეთებთ მარწუხის ჩაის, მერე გავაკეთებთ კიდე ტაილანდურ ჩაის. ამიტომ გადავიდეთ მარწუხის ჩაიზე, რისთვისაც დაგჭირდება დაახლოებით 100 გრამი მარწყვი, დაახლოებით 40 გრამი წყალი, შაქრის სიროპი, რომელიც მანამდე გავაკეთებთ გემონებით, როგორც სიტყვას გინდათ, შავი ჩაი. ან ნებისმიერი ჩაი, რომელიც თქვენ გიყვართ. ჩაყარეთ მარწყვი, ჩაასხით წყალი. ჩაასხით ეს. ავიღოთ ჭიქა, ჩაუშვათ მარწვის სიროპი, ჩაი. ავიღოთ პიტნა, 1 ცალი ლიმონი. ჩაუშვათ სიროპი. ჩვენი მარწვის ჩაი. გავაკეთეთ უკვე ძალიან მარტივი 2 ცალი ჩაი, რომელიც არის ძალიან სეზონური, ერთი არის ატმის და ერთი არის მარწვის. იგივე პრინციპით უბრალოდ აი როგორც დავაბლენდე ერთ მარწვი, იგივე შეგიძლიათ დააბლენდოთ სხვა ნებისმიერი კენკრა და მიიღებთ იგივე ბაზას ჩაისთვის. თუ დრო აღარ დავკარგოთ და გადავიდეთ ტაი ჩაიგენზე. ტაი ჩაიგენისთვის დაგჭირდება ძალიან შავი ჩაი და როგორც ხედავთ ძალიან ინტენსიური ჩაი არის, შეედებული რძე და ასევე დაგჭირდება 20%-იანი ნაღები, რომელსაც ბოლოს თავზე მოვასხოთ. და რა თქმა უნდა ყინული. ჩავასხოთ ასევე ზგუშონკა. ეს კარგად გავხსნათ. ყინულები. დავუმატოთ ნაღები. და ეს თქვენი ტაი ჩაიენი. ცივი ჩაები კი არის გამაგრილებელი, მაგრამ რა თქმა უნდა ყველა ვიცით, რომ ცხელ დღეებში პირველი გვახსენდება ცივი კოკაკოლა. ბევრი ყინულებთან ერთად თავსახურის ქვეშ მოთავსებული კოდების შეგროვება გრძელდება, ამიტომ იაქტიურეთ, მიიღეთ მონაწილეობა ლიდერბოჩი, მოხვდეთ პირველ 10-ში და დიდი შანსი რომ ძალიან კარგი პრიზები მოიგოთ. ამიტომ იაქტიურეთ. დალიეთ კოკაკოლა. რატო? იმიტომ რომ კოკაკოლის დალევა ახლა ორჯერ უფრო სასიამოვნოა. ხო და როგორც შეგვიძლია დღევანდელი ეპიზოდი ძალიან მარტივი იყო. ზაფხულის ცხელი დღეები რაც მოგვიახულა და უკვე თავსდგავად დგას, ძალიან სიცხეები იქნება. სამე თუ იქნებით დაჩაზე, აგარაკზე თუ როგორც ეძახეთ, ზღვაზე თუ იქნებით ძალიან მოგეწონებათ, იმიტომ რომ სამი უმარტივესი რეცეპტი არის, შეგიძლიათ რომ გაკეთოთ ბევრი და მეგობრებთან ერთად, თუ გინდათ მე ალკოჰოლი ჩაასხათ, თუ გინდა ესქნათ, თუ გინდა ესქნათ. ეხლა დავაგემონოთ და რა თქმა უნდა დაგემონებაში დაგვეხმარება ჩვენი შეუცვლელი და თქვენი საყვარელი ინფლუენსერი, საზოგადო მოღვაწე, დიზაინერი, ფიტნეს ინსტრუქტორი, არქიტექტორი, საფლავე და მომავალში პარლამენტარი საბა ჯერქეზიშვილი. გამარჯობა ძვირფასო მაყურებლებო. გამარჯობა. შემახსენებები ეს რა არის? აი ამით რო დავიწყო შეიძლება? კი, როგორ არ შეიძლება. Refreshing არის. მართლა არის რა? კი, ძალიან მაგრა. თან ცხელა მეგობრებო, ჩვენ სტუდიაში პაპანაკება სიცხე არის და პივას რო დალევხდომე და აი რა მოვიშვათ ეგ არის. მე მომეწონა. იცი რა გქოს ბობათის. ბობათის? იმენა მაგის მილქთია, ბობათის მილქთია, просто ამას დავამატო ეხლა. ბობები გაიჩნდება ჩვეულებრივი ბობათი რა? ეს არის ძალიან ბევრი ვარიანტი. და ძალიან მაგარი არის ეხლა სხვა ფერია და აუზზე ძალიან მაგრა გაგწორებს. რამდენი ჩაის გაქვს მაგდენი ვარიანტია და რამდენი ხილის გაქვს მაგდენი ვარიანტია. ხო. და წარმოიდგინეთ რომ მიდიხარ ზღვაზე, მიგაქვთ ეს და მთელი დღე refresh the spot. იმას ჩაასხავთ და გავსინჯავ ამას, იმიტომ რომ ყველაზე კარგად ეს გამოიყურება, ნახეთ რა კარგად გამოიყურება. და რაღაც ეს გავს, რაღაც მაგ ესეთი დალეული. აუ ძალიან მაგარია. იმენა ისეთია ერთ მოყუდებაში ვგინდა რომ აქ რო გიციებს ხო იცი რაღაცა და მე ეს ხილების ისეთი ჯანსაღი და ნატურალური გემოაქვს, რომ ტკბილი ვაფშე არ გინდა რა. ეხლა მაგას აქვს ცოტა ლიპტონის ჩაი გახსოვს? ყველაზე კაი ეს არის. თუ ლიპტონის ატმის ჩაი გიყვართ, იგივენაირი გემო აქვს დაახლოებით, მიახლოებით გემო აქვს. და არ გიტოვებს იმის გემოს, შაურმაგად ნაჭამი. კი, ზუსტად. კარგი, ბევრი რო აღარ ვილაპარაკო ჩაიზე, იმედია მოგეწონა ჩვენი ეპიზოდი და თუ მადლობა საბა. ეს ეპიზოდი ხოდ იმიტომ გადავიღეთ, რომ ჩვენმა ერთმა გამოწერა გთხოვა, რომ რამე გამაგრილებელი სასმელი უნდა და ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენ ყველა გამოწერს პატივს ვცემთ, ამიტომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, დალაიქეთ ეს ვიდეო და გააზიარეთ, რომ ყველა ნახოს და ყველამ გაგვიცნოს და დაგვეხმაროთ, რომ ერთად დავაშინოთ ჩვენი სუფრის კოდის კიბერ სოფელი. ბაი.